საარჩევნო პორტალზე კი ინფორმაცია 301 ინციდენტის შესახებ განთავსდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათ შორის 198 ზეწოლის ფაქტი გამოიკვეთა, აგრეთვე მრავლადაა მურჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და სხვა სახის დარღვევები, რაც შეეხება რეგიონებს. ამ დროისთვის ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონშია აღმოჩენილი. პორტალზე წინა საარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებს 25:00-ზე შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით შეუძლიათ. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია არის თუ არა ეს არჩევნებთან დაკავშირებული ხომალდი? სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით გაცილებით ნაკლებად ხდება არა მარტო წინა საარჩევნო პერიოდში, არამედ ზაფხულის განმავლობაში უფრო ნაკლები შემთხვევები ქონდა, ვიდრე სიტყვაზე გაზაფხულზე ან ზამთარში, მაგრამ არის რიგი დარღვევებისა, რომლებიც გაიზარდა წინა საარჩევნო პერიოდში, მაგალითად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ანუ საჯარო მოხელების მონაწილეობას წინა საარჩევნო კამპანიაში არაკანონიერად მონაწილეობა, რა თქმა უნდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ზეწოლები, 198 შემთხვევაა, როდესაც ზეწოლები ფიქსირდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დარღვევების რეგიონების მიხედვით კახეთის რეგიონში ფიქსირდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ოლქების მიხედვით მუნიციპალიტეტების დონეზე გორში ფიქსირდება.